როგორ გავატარე კრუიზზე სრული დღე ღია ზღვაში? დილა როგორც ყოველთვის ამინდის პროგნოზის და ჩვენი მდებარეობის შემოწმებით დავიწყე. შემდეგ ვისაუზმე და გემზე გავისეირნე. ხო მართლა დღეს მთელი დღე ზღვაში ვართ და გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება გაერთოთ და განიტვირთოთ კრუიზზე. იდეალური ამინდია, ასე რომ პირველ რიგში გავეშურე აკვაპარკისკენ. ცოტა გაგრილება არ მაწყენდა. აქ სრიალი და გართობა იმაზე სახალისო აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ღია ზღვაში აკვაპარკში სრიალი და მეგობრებთან ერთად გართობა იდეალური დროის გატარების საშუალებაა. ჩემინება რომ იყოს აქედან აღარც წავიდოდი. შემდეგ ცოტა D ვიტამინზე და რუჩets არ თქვი. და მზეს მივეფიცხე. ჩემი აზრით, საუკეთესო ხედის მქონე პლაჟი სწორედ აი ასე გამოიყურება. გემზე უამრავი სხვადასხვა გასართობი პროგრამაა, თამაშები, აერობიკა, ცეკვის გაკვეთილები. შეგიძლიათ გაერთოთ ან უბრალოდ ჩემსავით დატკბეთ ტალღების ყურებით. ამასობაში მოსაღამოდა და წავედით ბარმენის კურსები უნდა გავიარო კრუიზზე. არ მithქვამს ხო, აქამდე შეგიძლიათ კოქტეილების მომზადება შეისწავლოთ. არც ისეთი მარტივი ყოფილა, როგორც შორიდან ჩანს. ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და დასამახსოვრებელი. კარგი კოქტეილის გაკეთება თუ გსურთ. თუმცა კურსი წარმატებით დავხურე და უკვე სერტიფიცირებული ბარმენიც გავხდი. აბა ვინა ამ სრუალი და ვინ გარისკავთ დააგემოვნოთ ჩემი მომზადებული კოქტეილები კომენტარებში დამენახეთ. საღამოს კი როგორც ყოველთვის ვახშამზე იტალიური კერძებით და ჭიქაღვინით დავასრულე. ხვალ ომანში ჩავდივართ და იქაურ ამბებს შემდეგ ვლოგში მოგიყვებით. აბა დროებით.